აქცია იყო დღეს აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში. ადგილობრივების სკვერის ხარჯზე კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივებთან ერთად ბათუმის მერიისა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება რიგითმა ბათუმელებმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. გადაწყვეტილების გამო მათ მთავრობის თავმჯდომარე დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ახლანდელი მმართველი გუნდი მსგავსი აქციელისთვის წინამორბედს აკრიტიკებდა. გვიკეტავ ჰაერს აქციაზე თავისუფალი ზონის წევრებმა შემოვლებულ ღობეზე გიორგი ერმაკოვის და არჩილ ხაბაძის მისამართით წარწერებიც გააკეთეს. აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის საკრებულომ გადასცა. საკრებულოს თავმჯდომარე მაშინ გადაწყვეტილებას ეფექტურ პრივატიზაცია დაფასებდა და სკვერის მშენებლობით ათვისება გამართლებულად მიაჩნდა. რა ფორმით გადასცემს ბათუმის საკრებულო მომავალში ეკონომიკის სამინისტროს მიწას პირობით თუ პირობოთ საკრებულოში ხვალ უნდა იმსჯელონ. სამინისტროში აქციის მონაწილეთა პრეტენზიები უპასუხოდ არ დატოვეს. აღნიშნეს, რომ მწვანე ზოლს სკვერის სტატუსი არ ჰქონია და მის ათვისებას კანონი არ კრძალავდა. 5 სართულიანია, აქ გაშენდება 30 სართულიანი, ზეც აღარ შემო, ჰაერი არ იქნება. სკვერის განადგურებას აპირებენ კიდე და ჩვენ წინააღმდეგია მთელი მოსახლეობა. 32 სართულიანი, აქ რა დღეს ჩააყენებს, არც მზე ბათუმი ისედაც სირისტიანია, მოგეხსენებათ და ბავშვები ყავს ყველას, მომავალი თაობა იზრდება და ამის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია, აი უბანი იმდენად მიყვარს ეს უბანი. კიდევ ერთი რეკრეაციული ზოლი ეწილება არჩილ ხაბაძის ლობისტებს და ლობირებას. ამ ადგილას უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში თითქოს და შედის ინვესტიცია, რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ევძელება სარეკრეაციო ზონას. რაც მიუღებელია, მათი ინტერესების გამო არ უნდა შეეწიროს ბათუმი და არ უნდა მოიქცეს სარკოფაგში. საკრებულოს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე პოზიტიური პირობით. იმ პირობით, რომ მოხდებოდა მხოლოდ ისი ჯგუფზე გადაცემა პირდაპირ მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა ამ მიწის ნაკვეთის და ასევე პირობა განსაზღვრა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადმოცემული საცხოვრებელი ფართები გადაცემოდა ქალაქ ბათუმის მერიას. 2185 კვადრატში ვღებულობთ 2185 კვადრატ საცხოვრებელ სახლს. ანუ დაახლოებით თუ ვიანგარჩევთ თვით ღირებულებას, სადღაც $350 გამოგვდის კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გაყიდვა, ანუ პრივატიზება. რაც ხელისუფლებაში ვართ, ალბათ ესეთი ეფექტური პრივატიზება ჯერ არ მოგვიხდენია.